კლასიკური განპირობებულობა არის სწავლის გზა, სადაც სტიმული, რომელიც ბიოლოგიურ რეაქციას იწვევს, შეწყვილებულია ახალ სტიმულთან და შედეგად იმავე რეაქციას იწვევს. კლასიკურ განპირობებულობაში ყველაზე ცნობილი ნამუშევარი ივან პავლოვმა 1890 წელს შექმნა. ამ დროისთვის პავლოვი ბევრს მუშაობდა ძაღლების მოვნელებელი სისტემის გამოკვლევაზე. ერთ დღეს მუშაობისას პავლოვმა შეამჩნია, რომ ძაღლებმა ნერწყვის გამოყოფა მაშინ დაიწყეს, როცა დაინახეს ტექნიკოსი, რომელიც ჩვეულებრივ მათ აჩმევდა ხოლმე. ის ჩაფიქრდა ტექნიკოსი თუ წარმოადგენდა საკვებთან დაკავშირებულ ტრიგერს. ამის გასაგებად მან ექსპერიმენტი წამოიწყო, სადაც შეეძლო გაეზომა ძაღლის მიერ ნერწყვის გამოყოფა. პირველად მან ძაღლს საკვები ჩვეულებრივ მიაწოდა. შემდეგ საჭმელი მეტრონომის ხმაზე მიაწოდა და ეს პროცესი რამდენჯერმე გაიმეორა. საბოლოოდ საკვები მოაშორა და მხოლოდ მეტრონომი ჩართო. ძაღლებმა ნერწყვი მხოლოდ ხმის გაგონებაზე გამოყვეს. პავლოვმა გამოიტანა დასკვნა, რომ თუ ახალი სტიმულს წარმოადგენენ მაშინ, როდესაც ძაღლს საჭმელს მიაწოდებენ, მაშინ ეს სტიმულიც ხდება ასოცირებული საკვებთან და იწვევს ნერწყვის გამოყოფას. როდესაც პავლოვმა საკუთარი ნაშრომები გამოაქვეყნა. საკვებს უპირობო სტიმული უწოდა, რამდენადაც მისი გავლენა ძაღლზე არ იყო ნასწავლები, არამედ განუპირობებლად იწვევდა პასუხს, რაც თავისთავად, ბუნებრივად და ძალისხმევისაგან დამოუკიდებლად ხდება. მეტრონომი თავდაპირველად ნეიტრალურ სტიმულს წარმოადგენდა, რომელიც მრავალჯერ დააწყვილეს საკვებთან და ძაღლმა მისი ერთმანეთთან დაკავშირება ისწავლა. ეს ნიშნავს, რომ ნეიტრალური სტიმული გახდა განპირობებული სტიმული და მასზე გამოვლენილი პასუხი განპირობებული პასუხია. მან ასევე განაცხადა შემდეგი, პირველი, დასწავლა აღინიშნებოდა უფრო ხშირად იმ შემთხვევაში, როდესაც დროის ინტერვალი ხმასა და საკვების გამოჩენას შორის მოკლე იყო. მეორე, ნერწყვი, რომელსაც ძაღლი ხმის გაგონებისას გამოყოფდა, იმ ნერწყვისაგან განსხვავდებოდა, რომელიც საკვების გამო გამოიყოფებოდა. რაც იმას ნიშნავს, რომ განპირობებული პასუხი არ წარმოადგენდა უპირობო პასუხის ზუსტ ანალოგს. მესამე, მაშინ, როდესაც განპირობების რამდენიმე ფორმა არსებობს, როგორიცაა წინა და უკანა განპირობებულობა, კლასიკურ განპირობებულობას არ შეუძლია შექმნას ახალი ქცევა, ან გამოყენებული იქნას საწვრთნელად. თუმცა სტიმულები იწვევენ ბიოლოგიურ რეაქციებს, ესე იგი რა ხდება ამ დროს ტვინში? როცა ძაღლი ხედავს საჭმელს, სიგნალები თვალებიდან და ცხვირიდან ასტიმულირებს ტვინს, რომელიც ააქტიურებს გლანდებს ნერწყვის გამოსაყოფად, რათა ძაღლს საკვების გადამუშავებაში დაეხმაროს. როცა ხმა ტვინს სიგნალს ყურებიდან უგზავნის, იგი მიიღებს ამ ინფორმაციას, თუმცა რაიმეს გასააქტიურებლად საკმარისი მიზეზი არ აქვს. როცა ორი სხვადასხვა ნევროლოგიური პროცესი აქტიურდება ერთდროულად, ახალი სინაფსური კავშირები წარმოიქმნება სმენით სტიმულსა და ქცევით პასუხს შორის. დროთა განმავლობაში ეს სინაფსები მტკიცდება და უკვე ხმაც საკმარისია იმ გზის გასააქტიურებლად, რომელსაც ნერწყვის გამოყოფამდე მივყავართ. შეგიძლიათ თავად სცადოთ ეს პოპულარული საკლასო სავარჯიშო. აირჩიეთ მეგობარი, დაჯექით და 2 წუთით მოდუნდით. შემდეგ მეგობარს მიეცით საშუალება შეამოწმოს და დაინიშნოს თქვენი გულისცემა. შემდეგ თქვენი მეგობარი მაგიდას 5-ჯერ დაჰკრავს კალამს და ზუსტად მაშინ ადექით და ცალ ფეხზე იხტუნეთ 30 წამის განმავლობაში. ამის შემდეგ კვლავ შეამოწმეთ თქვენი გულისცემა. ეს პროცესი 4-ჯერ გაიმეორეთ და თქვენს მეგობარს ყველაფერი ჩაანიშნინეთ. მეხუთედ რომ მოდუნდებით, თქვენი პარტნიორი ჩვეულებრივ დაჰკრავს კალამს, თქვენ კი ვარჯიშის ნაცვლად უბრალოდ შეამოწმეთ თქვენი გულისცემა. თუ განპირობებულობამ გაამართლა, თქვენი გულისცემა გაიზრდება ვარჯიშის გარეშეც კი. თქვენ როგორ ფიქრობთ, კლასიკური განპირობებულობა ყოველთვის მუშაობს? თუ პასუხი დადებითია, მაშინ ყველა რეკლამა მენტალური განპირობებულობის ფორმაა და ხომ არ უნდა შევზღუდეთ რეკლამირება საჯარო ადგილებში? ვიდეოს ტექსტი თარგმნა ლიზი მეჟდოიანმა და გახმოვანებულია Microsoft-ის ამეტყველების მიერ.